გამარჯობა, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ თქვენი პოზიტიური განწყობისთვის და დადებითი კომენტარებისთვის. მათთვის, ვინც პირველად მხედავს და ეს სტილი, რასაც ვამბობ, რომ ჩაიფიქრეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი, თქვენთვის სასურველი ადამიანი, შეგახსენებთ, რომ არ ჩაიფიქროთ სისხლით ნათესავი შვილი, მაგალითად და ძმა, დეიდაშვილი, ბიძაშვილი და ასე შემდეგ. ეს ვიდეო არ ეხება ნათესავებს, არ ეხება, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ასე შემდეგ. როდესაც ვამბობ, ჩაიფიქრეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანი ნიშნავს პარტნიორი, თქვენი სიმპათია, თქვენი შეყვარებული, თქვენი საქმრო ან საცოლე ადამიანი, რომელზეც არ ხართ დაქორწინებული, თუმცა თქვენ შორის არსებობს ნიშნები იმისა, რომ შესაძლებელია მომავალში მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. აი, ამას გულისხმობთ, ჩაიფიქრეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი. კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა მოგეხადოთ თქვენი დადებითი და პოზიტიური კომენტარებისთვის. მას ასე ჩაიფიქრეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი. და ვნახოთ მისი ამჟამინდელი ფიქრები თქვენს. ახლა ამ მომენტში რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? ვინც ჩაიფიქრეთ და ვის სახელსაც იმეორებთ გულში. პირად კონსულტაციაზეც შეგახსენებთ ძვირფასებო, ცოტა გამიგრძელდა შესავალი სიტყვა, მომწერეთ პირად შეტყობინებაში, ვინც იცით ჩემი ნომერი მითითებული მაქვს YouTube-ზე, უმრავლესობა ვიდეოებზე, ვინც არ იცით და მხოლოდ TikTok-ზე მოდევნებთ თვალყურს, მომწერეთ პირადში. მას ასე, ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა მიხვდეთ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ და თქვენ ადამიანს. ვინ არის ის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ? ეს არის ადამიანი, რომელიც ამ მომენტში არ აქტიურობს, ის არის პასიური, ამჯობინებს ამ მომენტში თვითრეფლექსიას. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ფიქრობს, ადამიანი ცდილობს გაარკვიოს საკუთარ თავში, რას ორს მას და ასევე ის ცდილობს გაარკვიოს, დაუშვათ ასეთ რაღაცას, რომ ვინ არის ის თქვენს ცხოვრებაში. რა ადგილს იკავებს ის თქვენს ცხოვრებაში. ის ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე და ეს მას აიძულებს დაფიქრებას. შეიძლება ითქვას რაღაც ტრანსფორმაციის ერთ-ერთი გამოვლინება ეს მისი ფიქრები თქვენზე. დაახლოებით ესეთი ადამიანია. ისე სხვა ხალხისთვის ეს ადამიანი არის კომუნიკაბელური, ძალიან კონტაქტური, სოციალურად აქტიური და მაღალი ინტელექტის მქონე. თუ დაემთხვა ძვირფასებო თქვენი ადამიანის აღწერილობა, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად უცხო ადამიანი აღწერეთ თქვენთვის, თუ ვინც ჩაიფიქრეთ იმ ადამიანს არ იცნობთ, მაშინ ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ვისაც გეცნოთ და ვინც დარჩით, თქვენთვის ვაგრძელებ. რას ფიქრობს ახლა ეს ადამიანი თქვენზე? ადამიანი ფიქრობს გარისკოს თუ არა, ესეთი ფიქრები აქვს მას. ის თქვენ ხედავთ ძალიან ასეთ ფემინურ ენერგიაში. თქვენ ხართ სრულიად დამოუკიდებელი, თქვენ არ საჭიროებთ პარტნიორს. და ასევე თქვენ ხართ რაღაც ჩაკეტილი, თქვენ არ ეხსნებით მას.
კიდევ რას ფიქრობს ის თქვენზე? ფიქრობს, რომ მიუხედავად ღმერთო ჩემო, ის ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის თქვენს გარშემო, ვინც ასე ვთქვათ, ცდილობს თქვენი გულის მოგერიებას, თქვენ მოგაწონოთ თავი, ესე იგი, რაღაც უდიდესი კონკურენცია და ბრძოლა გაჩაღებული თქვენი გულისთვის, თქვენი სიყვარულის დამსახურებისთვის, ასე ვთქვათ. და ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მათგანი თვითონ არის. მას სურს, რომ იბრძოლოს თქვენი სიყვარულისთვის. გახდეს უფრო აქტიური. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს, რომ მეტი ინფორმაცია ესაჭიროება, ის რაღაც სულელივით იქცევა ან მოიქცა. თქვენს გვერდით რატომღაც ის თავს მიიჩნევს პატარა, მამრობითის ქისითვა პატარა ბიჭად, რადგან მას არ ყოფნის ჭკუა, ასე ვთქვათ, მისი აზრით თქვენ გეპაექროთ. თუმცა თქვენს გვერდით თავს გრძნობს იდეალურად, თავს გრძნობს შესანიშნავად და თავს გრძნობს ისე როგორც მეფე. რაღაც თავისი, ასე ვთქვათ, ეგო უმაღლდება რაღაც თქვენს გვერდით, განწყობა, ტემპერამენტი, ყველაფერი განიცდის ზრდას, ასე ვთქვათ, თქვენს გვერდით. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? თქვენ ხართ, როგორ ვთქვათ, ესე იგი, თქვენ არაფერი არ გეშლება, თქვენ ყველაფერში ხართ სანიმუშო. კიდევ რას ფიქრობს? ოღონდ თქვენი გული არის ცარიელი. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამბოროტი ხართ ან რამე. და სიყვარული არ შეგეძლიათ, არა, ამას არ ნიშნავს. ცარიელი ნიშნავს, რომ რაღაც გრძნობებისგან ხართ დაცლილი, დაცარიელებული, ემოციებისგანც დაცარიელებული ხართ და თითქოს თქვენ არ გინდათ იმ კარის შეღება, სადაც არის ემოციები და გრძნობები. თქვენ ამ ყველაფერსგან იმალებით თითქოს. ამას ფიქრობს თქვენზე? კიდევ რას ფიქრობს? დიახ, ძალიან ცივი ხართ, ძალიან ესეთი ყინულის დედოფლის ენერგიები მოდის. თქვენ თუ შეატყობთ, რომ გრძნობა იბადება, ეგრევე აღმართავთ რაღაც ბარიერს. ამას ფიქრობს ეს ადამიანი. ფიქრობს, რომ თქვენ მას აიგნორებთ. კიდევ რას ფიქრობს? ოღონდ ის არ ნებდება. არ შინია კონკურენციის. და მაინც მოვა თქვენთან, ანუ მოვა დრო, როდესაც თქვენ ისევ ერთად იქნებით, ისევ შეიყრებით, ასე ვთქვათ. ფიქრობს, რომ უნდა გამოფხიზლდეთ. როგორ ეჭვიანობს ღმერთო ჩემო. ძალიან ენატრებით, ძალიან სურხართ და ენატრებით. ფაქტიურად უძილობა აქვს დაწყებული ადამიანს თქვენს გამო და თქვენ ეს საერთოდ არ გადაარდებთ მისი აზრით, რა თქმა უნდა, შეიძლება თქვენც ფიქრობთ მასზე, მაგრამ ის თვლის, რომ თქვენ ეს საერთოდ არ გაინტერესებთ და თქვენთვის არის რაღაცა ზედმეტი მასზე ფიქრი. კიდევ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ მისი მხრიდანაც საჭიროა იგნორი იმისათვის, რათა თქვენ ისწავლოთ ჭკუა. კიდევ. გრძნობა აქვს ამ ადამიანს ნამდვილად თქვენს მიმართ ძვირფასებო და ეს გრძნობა, რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც არსად არ მიდის, რაც არ უნდა დააიგნოროთ, მას თქვენს მიმართ აქვს ემოცია და გრძნობები. პირადი ტარო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას.